მშვიდობისა ქართველებო, დღეს არის 8 ივნისი და ახლა არის დღის 2:15 წუთი. ნუ ახლა 3000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, ხო? როგორც ხდები, თუ 4000-ზე მეტი არ მახსოვს ახლა. გუშინ რაც დავდები, რაც დავდე გაერთიანების შესახებ, დიდი ქართული გაერთიანების შესახებ. და ეს ჯერ კიდევ არაფერი არ არის. უпроსტოდ ნახევარია ჯერ, მეორე ნაწილი იქნება ხვალ, იმიტომ დღეს კვირა არის და ანუ ცოტა ასე ვთქვათ, ხალხი ისვენებს და რო არ ჩავარდეს ვიდეო, ამიტომ მირჩევნია რომ დავდოთ ხვალ. ცოტა მოვითვინოთ ვინც უყურეთ პირველ ნაწილს და მეორე ნაწილში კიდევ უფრო აშკარად განახებთ მე თქვენ ვინ არის და ყველას ამას სათავე ვინ არის, ვინ აძლევს მათ რაღაც წვანეს ვინ უნთებს და ასე შემდეგ. მთელი საქართველო კი არა, თბილისი საერთოდ მომსპარია. ეს კი არა ზუგდიდში კიდე ასეა პრინციპში, მაგრამ ვინაიდან მთელი ასე ვთქვათ ცენტრი და მთელი სიტუაციები რაც კი იმართება და იწყება და ერთი ამბავი და რა ეს ყველაფერი თბილისიდან მოდი, რომელსაც მე დიდი ხანია ჯოჯოხეთის დედაქალაქს ვეძახი და ჯოჯოხეთის დედაქალაქში რა თქმა უნდა ასე იქნებოდა ხალხო. რატომ გიკვირთ უბრალოდ იმის ბრალია რომ ბევრმა ასე ვთქვათ, ბევრი კიდე გადაიბირეს რაღაცები ხან რომ ზოგი სერიალს შერჩა, ზოგი რაღაც პოლიტიკას შერჩა, ზოგი კიდე შოუებს შერჩა, ზოგი ასე და ამასობაში თავის საქმეს აკეთებენ 24 საათის განმავლობაში, 33 წელიწადი ასე მუშაობენ და ცნობიერება ხალხს ასეა 180 გრადუსით შემოbrunებული. რამდენჯერ მithქვამს, რაც 33 წლის უკან ურემი ამოატრიალეს ძალად. იმის შემდეგ ის ურემი ვინმე დადგა პირაღმა თავის ადგილას თქო? არა, მას რატო გიკვირთ ხალხი? რატო გიკვირთ თუ რა ხდება და თუ ვინმე კი არის დარჩენილი და ამას რომ წერთ ზოგიერთები მეგობრები. გამიგეთ, თუ არის ვინმე სანდო, თუ არის კიდე ვინმე სად არის აყა ვისვენდოთ და რაღაცები. რატო გიკვირთ ხალხი? 33 წელიწადია და არავის კრინტიც არ ამოუღია. არავის. შენ რაც სათავეა იმას თუ არ ებძვი, ესე იგი შენ იმასთან ხარ ასე თქვა გაწყობილი, მოწყობილი და მოლაპარაკებული. გესმის? ეხა ზოგიერთი გამოა იქ მაღაროელები ერთ ამბავში არიანო მე ჩემი თავი შემოვლოს მაგათ მე არ ვიცი მაგათ გორჩი დგომა რო უნდა და რაღაცა. მაგრამ იქ შეიძლება 100-200 კაცი. მერე ხვალ რაღაც შაქარი გაძვირდება იქით მივლენ. მერე ვიღაცას რაღაც კონფისკაციას გაუკეთებენ ზოგიერთი 200-300 კაცი იქით წავა. გახსოვთ ნამახახესის პრობლემა ხო გახსოვთ? კი, ამის ნახევარი მე-13 საქართველოს ჩავიდა თავისი ხალხი ჩავიდა თავისი ბენზინი თავის აღსრებით ყველაფერი სული და გულით. მე ფეხი არ გადავდგე და რატო იცით? იმიტომ მართული იყო. მაშინაც ვამბობდი ამას მე. ვინც მივიდა და ვინც გამოიყენა სათავისოდ ესეც ვიცი და ისიც განახეთ იმ დროს, მაგრამ თავიდან ბოლომდე მართული იყო, იმიტომ ის ვაიმე ის ბიჭი დამავიწყდა ახალგაზრდა ბიჭი რო იმის მამა იყო მღვდელი და ის მღვდელი და მერე ის მღვდელი თქვენ კარგად იცით, ხო? რა ხდება აქ? გესმით ახლა რაშია საქმე? და ისიც ხო გახსოვთ? ხალხი რო ყვიროდა, საპატრიარქო მოგვაქციოს, ყურადღებაო და ერთი ამბავი და ცივილ-კივილი რო იყო. კაციშვილი რო არ მივიდა, ხო გახსოვთ? ხომ ხედავთ რაშია საქმე? ის კი არა თქვენი პრობლემა რომ სადღაც დამახვანს უჩეს, სადღაც მაღაროს უჩეს, სადღაც კიდე რა ვიცი 1000 პრობლემების მეტი არის, ხო? არა, თქვენ სათავეს არ ებძვით. გამიგეთ რაშია საქმე? სათავეს არ ებძვით. და ურტყამთ სულ
აი სამიზნები აი პირდაპირ ეგრე ხო არის? არა, იქით-აქით უთხრამთ. იქით-აქით უთხრამთ და ეს არასდროს არ მიდის მისდამდე. 33 წელიწადია. ყველა ტყუილებში. ამიტომ მოგიკვეთ ხახ. 33 წელიწადი ამათმა ფესვები გაიდგეს სერიოზულად. ამ ხანობაში ყველა გადაიბირეს, ყველა მოთაფლეს. გამიგეთ? ყველა. ამიტომ დაელოდეთ მეორე ნაწილს, ხვალ იქნება მეორე ნაწილი. ნუ მოდი ვთქვათ ისე 8 საათზე თუ 9 საათზე ბატონო. საღამოს 9 საათზე, ხვალ ორშაბათს, ანუ 9 ივნისს, დღეს 8 ივნისია. შემდეგ ეხლა კიდე მაგ ვიდეო გამზადებული ერთის მეორეს, მაგრამ ეხლა ყველაფერს რომ ვაყოლი ვიდეო ჩამივარდება, იმიტომ რომ ჩემი გვერდის შეფერხებით მუშაობს, ხო იცი თქვენ და ზოგიერთი მეგობარი მას ხედავს, რა ქვია, 5-6 დღით ან ერთი კვირიდან ერთი 10 დღის შემდეგ კიდე. აუცებ არ ამოუგდებს, იმიტომ რომ ისე ამუშავებენ ჩემ გვერდს. ის კი არა და გუში ესე იგი ვუყურებ Facebook-ს გამიგე და ჩემს გვერდი გახსნილი მაქვს თუ რაც არის და ესე იგი ვხედავ რომ აი ინთება ხო იცით ხელმარჯვი რომ ინთება ვიღაცამ კომენტარი გააკეთა რაღაცა ნუ აი ახლა ვაცა უსებ ხوار შეხვდები და რაღაცას ვათვალიერებ აქ და მე მეორე წუთზე ვხედავ გაგრა ეს კომენტარი აღარ არის ეს ერთი და ორი შემთხვევა კი არ არის გესმით ძალიან ბევრი შემთხვევა არის კომენტარებსაც კიდე რომ მიკრობენ ну არ უნდათ რომ დაინახოს ვიღაც მასამ არ უნდა დაინახოს რომ ბევრი არის ამის ასე მაყურებელი და ბევრი არის გამოხმაურებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოკლედ რა სად წავლენ და როგორ იმას იზამენ აზრი არა ვარ შველი რა და ვარ აზე ვინ რას იზამს და რას გააკეთებს მაგრამ მე კიდე რას ვიზამ იმას დაელოდეთ ხვალ უფრო სწორედ გადაწყვეტილებები ჯერ არ მაქვს მიღებული, მაგრამ დავაანონსებ. და როგორც ხედავთ, იმ კვირას მექნება სერიოზული განცხადება, გასაკეთებელი, შემოგარგება და მომემზადა ამისათვის. წინასწარ არ ვიდა არაფერი თქვა. ეხლა დღეს კი ეცამი ბოდიშით დადი რა ქენი წაიღეთ დროზე მაგი მეგობრებო მოკლედ დღეს საღამოს ანუ 8 ივნისს საღამოს მოდი ისევ 9 საათზე გავაკეთოთ დავდოთ ვიდეო კიდევ ახლა იმ მასისათვის რომელიც აი ძალიან იმადროთვლიან თავს ასე ვთქვათ განვითარებულად და განათლებულად შემოგარგებო ცოტა იმან დონით მეც ვიძახი ვითომ თავისი ჭკვით დონით მაღლა რო არიან გამომაჩს და აი ზემოდან რომ გიყურებდნენ დაზე იცით რა საკითხია დედამიწის სიმრგვალეზე გესმით თუ სიბწყეზე წყელზე თუ ასე ხო გესმით არა აი მოდი მე ხა გეტყვით რა დონეზე გეუნებით არის ასეთი პიროვნება აი სახელი დაგვარს ვივიწყებ თუმცა არ მინდა ჯერ თქვა მაგისისა რომ მე ძალიან გადამემტერება და მე რაღაც იმის ტელევიზიის ამბავი გამოჩნდა ტელევიზიის ამბავი მე ცუდად მოკლედ 4 საკითხი მქონდა განსახილველი და რაზე ამ იმაზე დედამიწა რომ ბრწყილი იყო კარგად დათვალა და ესე ნუ გადადო გამიგეგანს ხო გესმით ხარ რას გეუბნებით თინგა თოფელი რომელიც თავს აკადემიკოსია მართლა ჩემი მეგობარი იყო ისიც არის უკვე ყოფილი ვინაიდან მაგაზე თუ რამე და მოგიყვებით მაგაზე კიდე და აი ამ დონეს გეუბნებით ხალხს რომელიც ზემოდან გვიყურებდნენ გესმით ზემოდან გვიყურებდნენ და რა კარგეთ რა ხა სისულელეს ამბობ ელი მსოფლიო მეცნიერები და ფიზიკოსები და ასეთები და კი ბატონო შეგროვდით ახლა ყველა ფიზიკოსები ელემენტარულ ასე ვთქვათ კითხვას დავსვამ ესე იგი განახებ დაფაზე დახატულად გესმით დაფაზე დახატულად განახებ ყველაფერს და პატარა თქვენ ასე 5-6 წლის ბავშვი თუ ყავთ ხო
5-ის ბავშვი ვინმეს თქო დაიშვით გვერდში და აუხსენდა ზიარას ლაპარაკობს თქო და ასე იქნება თუ არ იქნება თქო მეტი არაფერი პირველი კლასის ბავშვი დაიშვით და აუხსენით და ის გიპასუხებთ მომინდომეს აქ ფიზიკოსები და ისე რა ქვია ამას რატო და ბიჭო ფიზიკა ელემენტარი 2000 წელიწადია გვაბიტურებელი არა ეს 2000 წელიწადი კი არა დედამიწის ამბავი ცოტა აქეთური ამბავია მაგრამ მაინც ცოტა წლები ხო არ არის კაცო 10 წლიური წლები კარგით მეგობრებო დღეს საღამოს დაიდება ამ დედამიწის სიბრტყეზე ბოლო ესე იგი აი 1,000,000%-იანი არგუმენტი და ხვალ კიდევ ორშაბათს 9 ივნის 9 საათისთვის დავდებ კიდევ გაგრძელებას იმისა რაც გუშინ იყო ანუ დიდი ქართული გაერთიანების შესახებ აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე მე კიდეა ვიდეოები მაგრამ მე კიდე გეტყვით